უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე მეოთხედ მასშტაბური სასკოლო პროექტი სტარტაპ მარათონი გაიმართა, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს უნარების განვითარება. პროექტმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული უფროს კლასელები გააერთიანა. წელს მარათონში მონაწილეობის სურვილი 500-ზე მეტმა მე-10-მე-12 კლასის მოსწავლემ გამოთქვა. ჩვენთვის ეს პროექტი გარკვეულ ნიშურ პროექტად იქცა და განსაკუთრებულად გვეამაყება მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება, ესე სისტემატიურად, ყოველწლიურად, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ ერთის მხრივ ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ სკოლის მოსწავლეებს და მეორე მხრივ აღმოვაჩინოთ არაჩვეულებრივი ბავშვები, არაჩვეულებრივი მოსწავლეები, რომლებსაც უკვე მიუხედავად მათი პატარა ასაკისა აქვთ გენიალური იდეები, რასაც ნამდვილად შეუძლია პოზიტიური გავლენის მოხდენა საზოგადოებაზე. შესარჩევი ეტაპის შედეგად ფინალში 10 გუნდი გადავიდა. მათ საკუთარი სტარტაპ იდეები მენტორებთან ერთად დაამუშავეს და ფინალურ ღონისძიებაზე ჟიურის წარუდგინეს. გამოვლიდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც ალტა უნივერსიტეტისა და პროექტის პარტნიორების მიერ დაწესებული ფულადი პრიზები გადაეცათ. აღფრთოვანებული ვარ აქაური სტუდენტების და მოსწავლეების მიერ წარდგენილი ინოვაციური პროექტებით. ძალიან დახვეწილი გამოსვლები ჰქონდათ და ძალიან კრეატიული იდეები. ჩემთვის როგორც AI მიმართულების წარმომადგენელს ძალიან სასიამოვნო იყო, რომ სტარტაპების უმრავლესობა თulis მომავალში AI-ის გამოყენებას აუცილებლად და ეს რეალურად საჭირო არის ნებისმიერი განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესისთვის. წელს სტარტაპ მარათონი კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. გაიზარდა პროექტის საფრიზო ფონდი და გაფართოვდა მონაწილეებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობები. ალტე უნივერსიტეტი ახალგაზრდებს ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად ინტელექტუალურ რესურსსაც სთავაზობს. გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის სერვისები, რაც მათ დაეხმარება იდეის განვითარებასა და ინვესტორების მოძიებაში. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უკვე მრავალი წელია პარტნიორი არის სტარტაპ მარათონის და ზოგადად მოხარულები ვართ მსგავსი ტიპის პროექტები ასე აქტიურად რომ ტარდება და ღვივდება ინტერესი სკოლის მოსწავლეებში ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით. საკმაოდ საინტერესო გუნდები მოვისმინეთ დღეს. ვილოცავ ყველა გამარჯვებულ გუნდს და ზოგადად ყველა მონაწილეს, რომელმაც მიიღეს მონაწილეობა ამ პროექტში. სტარტაპ მარათონის მთავარი მიზანია მონაწილეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანონ და საკუთარი ბიზნეს იდეების რეალურ პროექტებად ქცევა შეძლონ. მარათონის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მეწარმეობის საფუძვლებს, განევითარეს გუნდური მუშაობის, ინოვაციური აზროვნების, რესურსების მართვისა და პრეზენტაციის უნარები. პროექტმა მათ შესაძლებლობა მისცა ნაბიჯ-ნაბიჯ გაევლოთ ის პროცესი, რომელსაც იდეა რეალურ ბიზნეს გარემოში გადის, სანამ წარმატებულ პროდუქტად ან სერვისად ჩამოყალიბდება. ჩვენ სტარტაპს ქვია ბლუფაჩი და ჩვენი იდეა იყო ჩვეულებრივი პლასტირისგან განსხვავებით შეგვექმნა ინოვაციური პლასტირი, რომელიც ჭრილობას არ მხოლოდ დაფარავდა, არამედ შიგნით არსებულ ბაქტერიებს გაანადგურებდა. პროდუქტს აქვს საკმაოდ დიდი განვითარების შესაძლებლობა და ეს დაინახეს აშკარად ალტემ, ჯიტამ და ასევე მეწარმეობამაც, რადგან მათი რჩეული გავხდით და სწორედ ამიტომ ჩვენ ვაპირებთ და გაწერილიც გვაქვს ზუსტად რას ვაპირებთ მომავალში. ეს იქნება ლაბორატორიული კვლევები, სერტიფიცირება, MVP შექმნა თუ სხვა. ჩვენ პროექტი იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის ხელის ტარებადი ეგზოსკელეტი, რომელიც მოტორული უნარების აღდგენას უწყობს ხელს სახლიდან ან ნებისმიერი ადგილიდან დროის ნებისმიერ მონაკვეთში. ჩვენი მუშაობის პროცესი ძალიან სახალისო იყო, თუმცა ამავდროულად რთული. ამ პროექტში მონაწილეობა ძალიან დიდი მოტივაციის წყარო იყო ჩვენთვის, რადგან ახლა უშუალოდ შეგვიძლია რომ ჩვენი MVP შევქმნათ და მივაღწიოთ უფრო დიდ, ასე რომ ვთქვათ, დონეებს. ალტე უნივერსიტეტის მიზანია პროექტი მომავალში საერთაშორისო მასშტაბის პლატფორმად ჩამოყალიბდეს და გააერთიანოს დამწყები ანტრეპრენერები, ინვესტორები და გამოცდილი მეწარმეები, რაც მას ინოვაციების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს.